უკრაინამ სანქცირებული რუსული კონტეინერმზიდი იანინა ჩაძირა. ჩვენი თავდაცვის ძალების სიზუსტის წყალობით ის უკვე ფსკერზეა, აცხადებს ზელენსკი. უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა შავ და აზოვის ზღვებში სამიზნეებს დაარტყეს. რუსეთის სიღრმეში 1600 კილომეტრის მანძილზე დაიბომბა ბაშკირეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ინფრასტრუქტურაც. არაუფლებამოსილი და არალეგიტიმური, ასე აფასებს თინა ბოკუჩავა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ხდომას, რომელიც 2 დღის წინ მისი მონაწილეობის გარეშე გაიმართა. ბოკუჩავას განცხადებით 130 წევრიდან სხდომას მხოლოდ 40-მდე წევრი დაესწრო. არ იმყოფებოდნენ თავმჯდომარის მოადგილეები და რეგიონალური ლიდერები. ამერიკის შეერთებული შტატები ვიზებისთვის დეპოზიტის მოთხოვნას მუდმივ ხდის. პროგრამა საქართველოსაც ეხება. იზრდება დეპოზიტის თანხა და უქმდება მინიმალური $5,000 ზღვარი. განცხადებლებს ვიზაზე განაცხადის შეტანისას $20,000-მდე დეპოზიტის გადახდა მოეთხოვებათ. ახალი წესი 3 აგვისტოდან ამოქმედდება და 50 ქვეყანაზე გავრცელდება. გთხოვთ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესისას აწონ-დაწონოთ საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობა. ექიმ გოგი ჩახუნაშვილს კოლეგები მიმართავენ. მედიკოსები 72 წლის პედიატრს თხოვენ, რომ განიხილოს გზები, რომლითაც საკუთარ ოჯახს, პროფესიასა და პაციენტებს დაუბრუნდება. 4 ოქტომბრის საქმეზე ჩახუნაშვილს 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ის თვეზე მეტია გლდანის ციხეში იმყოფება.